მოგესალმებით. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები პრაქტიკულად 3702 უბნიდან შემიძლია გაგაცნოთ. შედეგები დათვლილი არის, როგორც გითხარით, 3702 უბნიდან და შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია CESCO-ს ვებ გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ 3 საარჩევნო უბანზე. გაგაცნობთ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს. ნომერი 5 გრიგოლ ვაშაძე, მიღებული ხმების რაოდენობა არის 799,614 ხმა, რაც პროცენტულად არის 40,46%. ნომერი 48 სალომე ზურაბიშვილი, მიღებული ხმების ოდენობა 1,147,106 ხმა, ხოლო პროცენტულად 59,54%. რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი. როგორც გითხარით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 უბანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურები და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა. ნომერი 5 გრიგოლ ვაშაძე 64,27%, რაც არის 5216 ხმა, ხოლო ნომერი 48 სალომე ზურაბიშვილი 35,73%, რაც არის 2900 ხმა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამ მრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხმების დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ თავისუფლად. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს უმოკლებს ვადებში ტვირთავდნენ სპეციალურ პროგრამაში და საღამოს 10 საათისათვის უკვე დაწყებული ჰქონდა CESCO-ს მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ ღამის 12 საათამდე, გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1191 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები ოპერატიულად იტვირთებოდა CESCO-ს ვებ გვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ შესული არის 37 საჩივარი და აღსანიშნავია, რომ შესული საჩივრების უმეტესობა დღის განმავლობაში ასევე იწერებოდა საუბნო საარჩევნო კომისიებში. საჩივრების უმეტესი ნაწილი არის პროცედურული ხარვეზების, ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემსვლელი საჩივრებიც იყო შესული. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარი, რა თქმა უნდა, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონით დადგენილი წესითა და ვადებით იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება. და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და რაც მთავარია ამ მომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.